რომ ეს ოპოზიცია დაიწყებს ამისთვის ბრძოლას? ეს იყო ჩემი კითხვა კონკრეტულ მაგალითებში. იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ მე ოპოზიციის სახელით ვერ გიპასუხებთ არავარ არც პოლიტიკოსი. თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან გავალოთ პარალელი. ის იყო ხელისუფლებაში, მაგრამ მან მაშინ დაიწყო სასამართლო რეფორმა. ის იყო ადამიანი, რომელიც მთავრობის ხდომაზე ააფრიალა სურათებით, რამდენიმე ძალიან ცნობილი ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან და ამიტომ შესაძლოა ამორჩეველმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ნდობას და შესაძლოა კი ჩათვალა და ეს არის პრეზიდენტი. აი დღეს მე მაინტერესებს რა გააკეთა ოპოზიცია. ოპოზიცია როგორ გააკეთებს რამეს თუ ბერკეტი არა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვა ნინო ბურჯანაძე რატომ უერთდებით მათ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს და რისი იმედი გაქვთ იმ შემთხვევაში თუ ის მოვა ხელისუფლებაში? მოდით კიდევ ერთხელ გემეორებთ ერთ არგუმენტს თუ შეიძლება რუსეთთან დაკავშირებით. რუსეთი იყო 2003 წელსაც ჩვენი მეზობელი და მაშინაც ხელისუფლებას ჰქონდა არგუმენტი რომ ეს რუსეთის წესქულზე დაასხამს წყალს მაშინდელ გაყალბებულ არჩევნებზე. 2009 წელია ჩვენი მეზობელია რუსეთი და 2013 წელსაც რუსეთი არსად არ წავა. ზანაც რო გვინდოდეს ეს ქვეყანა აქ იქნება. დასა შეიძლება ერთი კითხვა, აი როგორც წინასწუმრები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, შეიძლება კი ბატონო, ნაპატიეთ რა. ძალიან მოკლე. ერთი კითხვა მაქვს მე. აი ძალიან ხშირად ჩვენი, ესე იგი, ოპოზიცია ასეთ რამეს ამბობს, რომ აი ვერ გამონახა სააკაშვილმა რუსეთთან საერთო ენა, ვერ გამონახა საერთო ენა და ამაზე არის პედალირება ამისი ხშირად, ხო? მაშინ მე მაქვს ესეთი კითხვა. და ჩვენ გამოვნახავთ რუსეთთან ენას. და აფხაზებთან ასე შემდეგ. მე მაქვს ესეთი კითხვა. კი, მაგრამ შენ საკუთარ ხელისუფლებასთან ვერ გამონახე ენა და რუსებთან გამონახავ და აფხაზებთან გამონახავ. კი, შეიძლება დავაცადოთ. მე ვფიქრობ, სამწუხაროდ მე მიწევს ოპოზიციის ნაცვლად პასუხი, მაგრამ კი ბატონო გიპასუხებთ, რაც მე დავინახე, ეს იყო 2008 წლის არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ოპოზიციამ არ გადადგა რადიკალური ნაბიჯი და წავიდა დიალოგზე, რომელიც შემდეგ მოინათლა მიხეილ სააკაშვილთან გარიგების, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა მაშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომ არ წავიდა დაპირისპირებაზე. ეს უამრავი ხალხი, 300,000 ადამიანი არ დაძრა პარლამენტისკენ, არ მოითხოვა რადიკალური ცვლილებები. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ოპოზიციის და ქართველი ხალხის გამარჯვება. მე ესე ვთვლი, ამიტომ მე ვთვლი, რომ ოპოზიციას აქვს ამის რესურსი, რომ დიალოგზე წავიდეს ხელისუფლებასთან. მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, აი ხშირად საუბრობენ დიალოგზე და მეც ვემხრობი, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მაგიდასთან გადაწყდება საკითხები, მსჯელობის საკითხი გახდება და არა ქუჩაში ერთმანეთის ლანძღვაგინება. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი გარემო არსებობს, მე ესე ვხედავ, რომც დასხდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ამ პროტესტს, რომელიც ხალხშია. ეს პროტესტი მაგიდასთან არ წყდება. სამწუხაროდ ხელისუფლებამ ამ 5 წლის განმავლობაში გაუშვა ეს შანსი, რომ მოეგვარებინა ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, ფეხზე დაეყენებინა სასამართლო, მედიის საკითხი, დღეს ნათელი მაგალითი იყო იმისი, თქვა პატრიარქის განცხადება, როდესაც პატრიარქმა მოუწოდა ჯარს და პოლიციას ძალის გამოყენება არ შეიძლება და თქვა მოუწოდა, რომ არ გამოიყენოთ ჯარი, ძალა ზოგიერთ მედია საშუალებაში საერთოდ სხვა კონტექსტით გავიდა ეს პატრიარქის განცხადება. ანუ უბრალოდ მოდით ესე ვთქვათ, რომ ერთ ტელევიზიაში გავიდა ერთი ნაწყვეტი პატრიარქის გამოსვლით და მეორე ტელევიზიაში გამოვიდა მეორე. სამწუხაროდ არც ერთი ტელევიზია არ არის, რომელსაც სადაც ორივე ნაწილი მოხდებოდა. საპატრიარქოს ტელევიზიაზე გავიდა სრულად. კი ბატონო. ძალიან კარგი, თუმცა ეს არ არის ნაციონალური მაუწყებლობა და ეს არ არის პოლიტიკური. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენ იმ ადამიანებს, ანუ ვისაც უნდა ცვლილებები, ჩვენ გვინდა სააკაშვილის გადადგომა, ეს არ არის თვითმიზანი. მე პირადად ჩემი სახელით ვისაუბრებ ჯობია. აი მე მრჩება შტაბ-ჭრება რომ თვითმიზანი იდეა ფიქსი. თქვენ რო საუბრობთ ოპოზიციაში რაღაც განცხადებებზე, ასეთივე განცხადებებს მოგიყვანთ ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებს და ქმედებებს. ჩვენ ხო ამაზე სასაუბროთ არ მოვედით. თქვენ მეტყვით ერთს, მე გეტყვით მეორეს და დაუსრულებელია. ამაზე საუბარი არ არის. მე პირადად ყველაზე მეტად ძალიან არ მინდა რომ მოვიდეს დრო, გავიდეს რამდენიმე წელი, მოვიდეს კეზერაშვილის ნაირი მინისტრი, რომელმაც არაფერი არ იცის ჯარის და სამხედრო საქმეში, იყოს ესეთი მთავარსარდალი, რომელიც გარბის, როდესაც ცაზე ერთი თვითმფრინავია და არავინ არ გარბის მის გარდა და გამიწვიონ ან მე ან ჩემი შვილი ან ჩემი ახლობელი ან თქვენ ჯარში და დავიღუპოთ არაფრის გამო. მე არ მინდა, იმიტომ რომ მე ვხედავ საშიშროებას, რომ შეიძლება იმ დაპირებებით, რომელიც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, თუნდაც 2003 წელს და თუნდაც 2008 წელს, როდესაც მან შეპირდა ქართულ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას, რომ აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობას, მას მოლაპარაკების გზა ამოწურული აქვს სამწუხაროდ და კვლავ არ შევიდეთ სამხედრო კონფლიქტში.
მე თავარი არგუმენტი ჩემი რატომაც მინდა ცვლილებები აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებით ესაა რა თქმა უნდა ამას ემატება სასამართლოს პრობლემა რომელიც სასამართლო ამას ემატება ძალადობა ბიზნესზე ამას ემატება ძალადობა მოქალაქეებზე ამას ემატება მედია და უამრავი პრობლემა განათლების სისტემის გაჩერებული რეფორმა და ასე შემდეგ სამწუხაროდ 5 წელი ერთ და იგივე პრობლემებზე ვსაუბრობ 2003 წლიდან სიმართლე გითხრათ თქვენ რომ დამირეკეთ აი დავიღალე ერთ და იგივე სასამართლოზე ერთ და იგივე განათლების რეფორმაზე ჯარზე პოლიციაზე მოსმენებს და ასე შემდეგ როდემდე ვისაუბროთ მოვა სხვა ხელისუფლება რომელიც ასევე გააგრძელებს და ისე უნდა გადავაგდოთ მოვითხოვოთ არჩევნები გადაგდება არ არის სწორი სიტყვა არა მომისმინეთ ძალიან ქვეყნის რეალობაში გადაგდება არ არის სწორი სიტყვა არ გვინდა ლიდერები ქარიზმატული ლიდერების დრო მე მგონი არ იყო ქარიზმატული ლიდერები